ელენე იაშვილია ჩვენი სტუმარი, პროფერტრაის დამფუძნებელი და დირექტორი და მასთან მიმოვიხილავთ კახეთის უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებს. გამარჯობა, მოგესალმებით. შენ ხარ ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი, რომელიც კახეთში არა მარტო თელავში, არამედ სხვადასხვა ქალაქებში უძრავი ქონების მიმართულებით მუშაობს საკმაოდ დიდი ხანია და მოდი პირველ რიგში ვისაუბროთ რა ხდება დღეს თელავის უძრავი ქონების ბაზარში და რომელია ყველაზე ცოცხალი ქალაქი ამ მხრივ. კახეთი ზოგადად აქტიური ბაზარი არის, ყოველდღიურად აქტიურ რეჟიმში არის ყიდვა-გაყიდვა. რა თქმა უნდა, ყველაზე აქტიური ქალაქი არის თელავი, ალბათ იმიტომაც, რომ მე აქ ვცხოვრობ და შესაბამისად უფრო მოცული ვარ თელავის უძრავი ქონების ბაზრით. ბოლო პერიოდში ტენდენციები ცოტა შეიცვალა უძრავი ქონების მიმართულებით, მაგრამ მაინც არის აქტიური მოთხოვნა. ყველაზე მოთხოვნადი არის კორპუსის ბინები. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ახალი ოჯახები იქმნება, ადამიანებს ცდილობენ რომ ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად და კორპუსის ბინები მათთვის არის უფრო ხელმისაწვდომი ვიდრე საკუთარი სახლები. საკუთარ სახლებს რაც შეეხება, არის თელავში, რა თქმა უნდა, გასაყიდი გვაქვს ბევრი საკუთარი სახლი, მაგრამ ძირითადად საკუთარი სახლები არის ძველი აშენებული, არის უმეტესწილად ძალიან დიდი, რემონტის დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ასევე ძალიან ძვირი ღირს საკუთარი სახლები, იმიტომ რომ მეპატრონები მხოლოდ საკუთარ სახლს არ ყიდიან, ისინი ყიდიან თავიანთ ემოციებს, უმეტესი სახლი მათ მიღებული აქვთ მემკვიდრეობით წინაპრებისაგან და ისინი მხოლოდ ამ უძრავ ქონებას არ ყიდიან, ისინი ყიდიან თავიანთ ემოციებს, სენტიმენტებს და შესაბამისად ადებენ ძალიან ძვირ ფასებს. ამიტომ გაყიდვები ამ მიმართულებით ცოტა უფრო ნაკლებია. იმის მიუხედავად, რომ რამოდენიმე წლის წინ მაინც ყველა თელავში ცდილობდა, რომ შეეძინა ეზოიანი სახლი, ახლა ეს სეგმენტი მაინც გადართულია უფრო კორპუსის ბინებზე, რადგან მათ უკვე შეუძლიათ შევიდნენ, იცხოვრონ და აღარ ჰქონდეთ ამ რემონტზე მუდმივი ღელა. შეგვიძლია ვთქვათ, რა არის დაახლოებით ღირებულება კერძო სახლების შემთხვევაში და კორპუსის შემთხვევაში რა არის კვადრატულის ფასი? კერძო სახლების, ესე კვადრატულად ძალიან ძნელია რომ გითხრათ კერძო სახლების ღირებულება, მაგრამ მინიმალური თელავში $50,000-დან ზევით იწყება. ანუ სარემონტო სახლები მაქვს $180,000-მდეც, $200,000-მდე ვის როგორ უღრის თავისი საკუთარი სახლი, ხო? და ალბათ მიწაც რამხელა მოყვება ამ ყველაფერს ესეც. მიწები ძირითადად თელავში 500 კვადრატულია, ყველა სახლის მიწა იშვიათია რომ 1000 კვადრატი კონდეს. რაც შეეხება კორპუსის ბინები, ერთოთახიანი ბინების ძველი ხრუშოვკის ტიპის იწყება $25,000-დან ზევით. ანუ შეიძლება გამიყიდია კვადრატული $100-დან, $1,200-დანაც ძველი კორპუსი. ახალ კორპუსს რაც შეეხება, ახალ კორპუსზე ცოტა უფრო სხვა მოცემულობა გვაქვს დღესდღეობით, რადგან უმეტესი ახალი კორპუსი ჯერ არ არის დასრულებული და შესახლებული. ძველი კორპუსები არის დაახლოებით 128 კორპუსი, რომელიც აშენებულია ძირითადად კომუნისტების დროს, ბოლო პერიოდში. ეს სახლები არის ესეთი ყველაზე გაყიდვადი. ახალ კორპუსებს რაც შეეხება, ძირითადად შესახლებული არ არის. უმეტესი ნაწილი დაახლოებით 20%-ია, რაც აშენდა. მშენებლობები დაიწყო ახალი კორპუსების თელავში 4 წლის წინ. ანუ პირველი საძირკველი მოიჭრა 4 წლის წინ. შესაბამისად, ძალიან ახალი ბაზარია, სრულიად ახალ სეგმენტზე გავდივართ, ახალი მოცემულობები გვაქვს და ძალიან ძნელია დღეს ვთქვა რა იქნება მომავალში, იმიტომ რომ უმეტესი ბინები ჯერ არ არის შესახლებული, დაახლოებით 600 ბინა, რაც უკვე არის აშენებული, დასრულებული, არ დაუწყია ხალხს ცხოვრება. უმეტეს აქვს ეს საინვესტიციოდ ნაყიდი, გასაქირავებლად, ზოგს საცხოვრებლად, უმეტესობამ ემიგრანტებმა იყიდეს. შესაბამისად, ალბათ უფრო უკვე რო დაიწყებს ხალხი ამ ახალ კორპუსებში ცხოვრებას, სრული სურათი ფასებთან დაკავშირებით, მაშინ გვექნება. როგორი ტიპის ბინებია? რა ზომის თავიდან პირველად კორპუსები რო დაიწყეს შენდება, ხო? ფიქრობდნენ, რომ ერთსაძინებლიანი, ორსაძინებლიანი უფრო გაყიდვადი იყო, მაგრამ რეალობას სხვა სურათი გვაჩვენა. ძირითადი მოთხოვნა არის ორსაძინებლიან ბინებზე და პრინციპში აი სამსაძინებლიან ბინებზე, იმიტომ რომ ხალხი აქ თელავში, ხო? თბილისიდან ნაკლებად ყიდულობს კორპუსის ბინას. ეხლა რომ ჩემ კლიენტებს რო უთხრა შევთავაზო თბილისიდან რო კორპუსის ბინა შეიძინა, ყველა პრინციპში გაიცინებს, ხო? თუ ეს არ ეხება აპარტ ჰოტელის ტიპის ბინას, ყველას კახეთში როდესაც ყიდულობს სახლს, უნდა რომ ჰქონდეს თავისი სულმცირე პატარა ეზო. ძირითადად ყიდულობენ ადგილობრივები. ადგილობრივები ყიდულობენ თავის საცხოვრებლად, ხო? როცა რაღაც ერთი შვილი მაინც გყავს, გჭირდება უკვე ორსაძინებლიანი ბინა ჰქონდეს და
რა თქმა უნდა, ამაზე უფრო არის მოთხოვნა ვიდრე პატარა ბინებზე. ახალი корпуსები, რომელიც შენდება, ფასი რა არის კვადრატულის, ვახსენეთ რომ 1200 და $1000 იღებს დაახლოებით ძველ ბინებში. არა, ძველ корпуსში გამიყიდია გარემონტებული კარგი ბინა $1000-ზე, მქონია შემთხვევა რომ $1200-მდეც კი გამიყიდია, მაგრამ ეს არ ეხება სარემონტო ბინებს, ხო? ახალ корпуსებში ძირითადად თელავში გვაქვს ზოგიერთი არის შავი კარკასი, ზოგიერთი მწვანე კარკასის მდგომარეობაში. ფასები მერყეობს $600-დან უკვე რაღაც ბინებზე $850-მდე ხედის და მდებარეობის გათვალისწინებით. თუმცა გარემონტებული უკვე ახალ корпуსში, ვისაც უკვე ნაყიდი აქვს და თვითონ გარემონტა, $1000 ფარგლებში მერყეობს მაგის ფასიც. მშენებლობა რამდენად ბევრია ქალაქში და რამდენად საინტერესოა თელავი უძრავი ქონების დეველოპერებისთვის? თელავი საინტერესოა, იმიტომ რომ ცხადია, თავიდან გაყიდეს ძალიან კარგად ახალაშენებულ корпуსებში გაიყიდა ბინები მომენტალურად განსაკუთრებით ემიგრანტებისთვის იყო ძალიან მიმზიდველი, რადგან აქ ჰქონდათ შიდა განვადება, ადამიანები, ვინც წლებია წასულები არიან და მათ არ აქვს შესაძლებლობა გააკეთონ დანაზოგი, ზოგს არ აქვს საკრედიტო ისტორია და ასე შემდეგ, მათთვის პირველად ქონებასთან როცა ყიდულობ, ძალიან ძნელია რომ აიღო კრედიტი. შესაბამისად, ემიგრანტებისთვის ეს იყო ფართო შესაძლებლობა, როგორც კი დაიწყო ახალი корпуსების აშენება, რადგან მათ უკვე შეეძლოთ თავიანთი არადანაზოგითაც გამხდარიყვნენ ბინის მეპატრონები და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა, რომ მათ ეს შესაძლებლობა მიეცათ. მიწების კუთხით როგორი სურათია? თქვენ თქვით, რომ თელავში ძირითადად სახლებს არსებულ სახლებზეა საუბარი 500 კვადრატული მიწის ნაკვეთები აქვს. თუმცა გარდა სამოსახლო მიწებისა კიდევ ძალიან ბევრი ტიპის მიწები არსებობს, რომელზეც თქვენც მუშაობთ, ხო? აი ამ მიმართულებით რა ხდება, რამდენად გაზრდილია მოთხოვნა და რა ზომის მიწებს ეძებს პოტენციური მყიდველი? ახლა მოგახსენებთ, თელავში ვისაც სურს მქონდეს კერძო სახლი, სამწუხაროდ ბაზარი არის ძალიან მწირი, მიწოდება არ მაქვს. ანუ რომ მოხვიდე ჩემთან და მითხრა რომ აყიდინე საეზოვე თელავში, პრინციპში მექნება დაახლოებით 7-8 ეტაპზე გასაყიდი. შესაბამისად, არჩევანი არ არის. ძირითადად თელაველებს როდესაც სურთ რომ აიშენონ ახალი სახლი, მათთვის ძალიან მიმზიდველია გარშემო სოფლები. იმიტომ რომ იქ შესაბამისად ფასი დაახლოებით მერყეობს 10-დან მაქსიმუმ $30-მდე კვადრატულის ფასი და პრინციპში თელავშიც კი შეგიძლია 30 წუთში ფეხით მოხვიდე, ხო? მანქანით მით უფრო 5 წუთში. ამიტომ ისინი ირჩევენ თელავთან ახლოს სოფლებს. ძალიან პოპულარულია ვარდისუბანი, თელავის შემოსასვლელი, ასევე სოფელი შალაური. ძირითადად იქ ყიდულობენ საცხოვრებლად, როდესაც თელაველებს უნდათ დაბალ ბიუჯეტში შეიძინონ მიწის ნაკვეთი. თელავში რაც შეეხება ფასებს, მიწის საეზოვის ფასი მერყეობს დაახლოებით $80-დან $100-მდე. კომერციულ ფართებზეა ძალიან დიდი მოთხოვნა, იმიტომ რომ კომერციული ფართები მოგეხსენებათ არა გვაქვს თელავში ესეთი ახალი შენობები, ახალი ობიექტები, არის ძირითადად ძველი კომერციული ფართები, რომელიც მდებარეობს თელავის ცენტრში, არის პატარა ზომის, მაგალითად ქსელური მაღაზიებისთვის არც თუ ისე მიმზიდველი. და ორი ქუჩა გახდა პოპულარული ბოლო წლებში, სადაც დაიწყეს აქტიურად კომერციული ფართების შენება, რადგან იმ ქუჩებს ჰქონდათ კარგი პარკინგის სივრცე და უფრო მიმზიდველი იყო ფასების კუთხით. იქაც ამ ეტაპზე უკვე ძალიან ცოტა მიწები მაქვს ასეთი. გასაყიდი კომერციული მიწების ფასი მერყეობს დაახლოებით $100-დან $300-მდე. კვადრატული მეტრის ფასი, რომელსაც მე გააქირავებენ ძალიან კარგად. ქირა რამდენად საინტერესოა და ქირის ღირებულება რა არის კომერციული ფართების შემთხვევაში? კი, გააჩნია ვინ ქირავს, როგორც უკვე გითხარით, არსებობს ორი ტიპის კომერციული ფართები თელავში. ერთი ტიპი არის, რომელსაც ქირავენ ადგილობრივები, ძირითადად მთავარ ქუჩაზე, სადაც უფრო ცუდი პარკინგია და პატარა ფართებია, დაახლოებით 20-30 კვადრატული, ხო? ასეთი კომერციული პატარა სავაჭრო ობიექტები. სავაჭრო ობიექტები კი, აი შეიძლება რაღაც პატარა სალონები იყოს, მაღაზია და ასე შემდეგ. აფთიაქები უკვე ქსელურებია და ძირითადად ადგილობრივებს აღარ აქვთ, მაგრამ უფრო პატარა მაღაზიები, რაღაც საკანცელარიო და ასე შემდეგ.
ასეთი ფარქთები ქალაქის ცენტრშიც იაფიღეს. მაგრამ როგორც კი ფარქი გადის 60 კვადრატის ზემოთ, უკვე მოთხოვნა იზრდება, იმიტომ რომ ქსელური მაღაზიებისთვის და ობიექტებისთვის არის უკვე მიმზიდველი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც კახეთს აქვს და ჩვენ საუბრობდით წინა ინტერვიუს დროსაც, არის სასტუმრო ნაწილი და ახლაც სადაც ვიმყოფებით, ეს არის სასტუმროს ტერიტორია. როგორია ამ კუთხით მოთხოვნა მიწოდება? რამდენად ბევრი სასტუმროა, რამდენად ბევრი ინტერესდება რომ ააშენოს და შემდგომ რამდენად ხდება ამ ყველაფრის გასხვისება? ამ ნაწილში როგორი სურათი გვაქვს? კოვიდის შემდგომ, როდესაც იყო ჩაკეტილი სივრცე, ძალიან დიდი მოთხოვნა იყო თელავის გარშემო მიწებზე. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდიოდა, ვისაც ვათვალიერებინებდი და ყველას ჰქონდა გეგმაში, რომ აეშენებინა სასტუმრო, კოტეჯური დასახლება და ასევე ძალიან ბევრი მიწა გავყიდეთ ამ მიზნისთვის. რაც შეეხება უმეტესმა არ განახორციელა ეს პროექტი, იმიტომ რომ ამ სიტუაცია, როდესაც დაალაგდა კოვიდის შემდგომ რაღაც მათ გეგმები შეეცვალათ, თუმცა მაინც აქტიურად მიმდინარეობს სასტუმროების მშენებლობა. არსებობს ადამიანები, ვინც ცდილობენ, რომ ეს სასტუმროები ამუშაონ, მაგრამ არ აქვს ზოგს გამოცდილება, ასევე ზოგიერთი ადამიანები აშენებენ სასტუმროებს და იღებენ დიდ ვალდებულებას, იცით სამშენებლო პროცესები ხშირ შემთხვევაში იწყება და ეს მუშაობა ვერ ეწევა გადახდის პირობებს. ძალიან ბევრმა აშენა ასევე საზღვარგარეთიდან, მათ არ ჰქონდათ არავითარი გამოცდილება, ის განსაკუთრებით მინდა ერთი სასტუმრო აღნიშნო, რომელსაც სახელსაც არ ვიტყვი. საზღვარგარეთიდან ჩამოიტანეს თანხები, ააშენეს ძალიან კარგი სასტუმროები, მაგრამ არ ჰქონდათ ბაზარის საერთოდ შესწავლილი. ანუ არ იცოდნენ რა ტიპის მომხმარებელზე აშენებდნენ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ესეთი სასტუმროები ვერ მუშაობს. შესაბამისად, ცდილობენ ისინი ამის გაყიდვას. სამწუხაროდ არის ხოლმე უფრო მაღალ ფასად, მოლოდინი აქვთ, რომ მაღალ ფასად გაყიდიან და არ არის მყიდველი ამ ფასად ამ სასტუმროების. ელენე, ბევრი სასტუმრო იყიდება დღეს კახეთში რომ შევაჯამოთ? კახეთში ბევრი სასტუმრო იყიდება, თუმცა ამას კულუარულად ყიდის უმეტესი მათგანი, არ უნდათ აფიშირება გააკეთონ, იმიტომ რომ სასტუმროს გაყიდვის განაცხადი ბევრ რამეზე შევაუარყოფითაც იმიტომ რომ იქ თანამშრომლების გადინება შეიძლება მოხდეს, ასევე შეიძლება გაგიუქმდეს ჯავშნები, ამიტომ ესე აშკარად აფიშირება არავის არ სურს. უძრავი ქონება ძვირდება წლიდან წლამდე, მათ შორის კახეთშიც და ყველა რეგიონში. სასტუმროების მიმართულება როგორია? 5 წლის წინაც ხირდა, უფრო ძვირია თუ იმდენი მიწოდება გაჩნდა, რომ პირიქით ფასები შემცირდა? იცით რა არის, ვერ ვიტყვი, რომ ფასები შემცირდა, იმიტომ რომ წელს ვისაც კი ვესაუბრე სასტუმროების მეპატრონებს, მითხრეს, რომ ესეთი სეზონი არ ჰქონიათ. შესაბამისად, ძალიან კარგად ამუშავეს, ბევრს ყავდა უცხოელი სტუმრები, არა მხოლოდ მოლოდინები, ახლა რუსი ტურისტი არა, იმიტომ რომ გუშინაც ვესაუბრე ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონეს და მითხრა, რომ ძალიან ბევრი სტუმარი ყავდა ინგლისიდან, გერმანიიდან და ასე შემდეგ. შესაბამისად, ყველა სასტუმრო მუშაობს კარგად. ამიტომ ფასები არ არის შემცირებული, თუმცა რომ გითხრათ, ძალიან მკვეთრად გაზრდილია მომტყვები. არ არის ფასები თითქმის იგივეა დარჩენილი. ჩვენ ვსაუბრობთ სასტუმროებზე, ვისაუბრეთ ასევე საცხოვრებელ კორპუსებზე, მათ შორის სადაც საინვესტიციო უძრავი ქონებაც გაჩნდა უკვე. პირადად შენ როგორ ფიქრობ, ან შეიძლება ყოფილა საუბრები მათ შორის სასტუმრო სხვადასხვა მეპატრონეებთან და გამოცდილ ადამიანებთან, როგორ უნდა გახდეს კახეთის რეგიონი არა 4 სეზონიანი, არამედ უფრო გახანგრძლივდეს ადამიანების დარჩენა. სხვადასხვა სეზონებზე თუნდაც, მაგრამ აი შაბათ-კვირებს როგორ შეიძლება გავცდეთ? კარგი იქნება ბევრი სხვა სიახლის შემოტანა კახეთში, რაც არა გვაქვს, ან ბევრი ბიზნესისათვის არის თავისუფალი ადგილი და კარგი იქნება თუ სხვა ობიექტები გაიხსნება. ეხლა იხსნება კინოთეატრი, ვნახოთ როგორ იქნება, აქამდე კინოთეატრის არ იყო თელავში. აეროპორტის განახლებაზე. რამდენად არის შესაძლებელი, რომ დროულად განახლდეს და როგორ ფიქრობ, აი რა ტიპის ტურისტები შეიძლება მიიღოს და ეს თუ გახდის ღამეების რაოდენობას თუ გაზრდის ტურისტებისთვის? ღამეების რაოდენობას არ ვიცი, მაგრამ უფრო მეტი ტურისტი იქნება ცალსახად, როგორც კი აეროპორტი გაიხსნება. ჩვენ ძალიან აქტიურად ველოდებით, როდის გვექნება ეგ ბედნიერება და ჩემი აზრით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ძალიან კარგი იქნება, თუ რკინიგზა აღდგება და იქნება სწრაფმოვარდნილი მატარებელი, იმიტომ რომ ადამიანები ისე დაიღალნენ თბილისში ცხოვრებით,
ამ ქაოსით, საცობებით თქვენს მოგეხსენებათ, ხო, როგორც არის და ყველას უნდა სუფთა ჰაერზე მშვიდად ცხოვრება, თუ იქნება ჩქაროსნული მატარებელი, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი და პირად საუბრებში ჩემთან უთქვამთ, რომ დიდი სიამოვნებით გადმოვიდოდნენ საცხოვრებლად. რა ხდება თელავის გარშემო, სოფლებში ან სხვა ქალაქებში? რამდენად აქტიურია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა? სოფლებში არის ძალიან აქტიური, განსაკუთრებით იყო აქტიური ეს კოვიდის შემდგომ, ანუ დღეში არის დაახლოებით 5-6 ჯგუფი ჩამომდიოდა, ყველას ვათვალიერებინებდი და ძალიან ბევრი ადამიანი ყიდულობდა 1000 კვადრატს, 1500 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთებს. რა თქმა უნდა, ეს სეგმენტი გამიქრა, აღარ არის ესეთი აქტიური ადამიანმა დაიწყეს ევროპაში სიარული და კახეთში უფრო ნაკლებად, ვიდრე კოვიდის შემდგომ, მაგრამ მაინც არის ძალიან აქტიური. სოფლის სახლები ასევე ძალიან კარგად იყიდება, მიწის ნაკვეთები, განსაკუთრებით კარგად იყიდება ასევე დიდი მიწები, რომელიც გამოიყენება სახნავ-სათესად. თუმცა ერთ პერიოდში იმდენად გაძვირდა ეს ობიექტები, ხო, მიწის ნაკვეთები, რომ ცოტა მაგან შეანელა გაყიდვები, იმიტომ რომ იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, რომ ფიზიკურად კარდაკარ დავდიოდი, რომ მეშოვა მიწები, წარმოიდგინეთ. და რადგან ეს გაძვირდა შესაბამისად, ცოტა გაყიდვებს უჭირს ამ კუთხით. ელენე, სხვა ქალაქებში თუ ხდება აქტიური დეველოპმენტი უძრავი ქონების მშენებლობა, თუ თელავია გამორჩეული მხოლოდ? თელავია გამორჩეული, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ეს ყიდვა-გაყიდვა, თუმცა ასევე კარგად იყიდება ახმეტის რაიონის სოფლები, არის ძალიან ლამაზი, კარგი სოფლები, კარგი სახლები და შესაბამისად ფასი არის უფრო დაბალბიუჯეტიანი ვიდრე თელავის. თუმცა ვერ ხვდებით იქ ახალ დეველოპმენტს, ხო? მაგალითად ახმეტაში ან გურჯაანში, წნორში, იქ ახალი საცხოვრებელი კორპუსები არ იქნება? ეხლა დაიწყეს რაღაც პატარა კორპუსს აშენებენ ახმეტაშიც, თუმცა დიდი დეველოპმენტი მიმდინარეობდეს გურჯაანშიც, ვიცი რომ რაღაცებს თითქოს ცდილობენ, მაგრამ ესეთი აქტიური მშენებლობა, როგორც არის თელავში, არ არის არც ყვარელში, არც გურჯაანში, არც ახმეტის რაიონში. თელაველები ყიდულობენ გურჯაანში, ეს ხუმრობა იყო. ძირითადად გურჯაანიდან ყიდულობენ ხოლმე თელავში ყოთ ის ემიგრანტებიც და ადგილობრივებიც, იმიტომ რომ გასაქირავებლად უფრო თელავში ქირავდება. ამას კომპრომატად შევინახე. ელენე, ძალიან დიდი მადლობა პასუხებისთვის და უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვისთვის. ელენე იაშვილი, პროფესორის დამფუძნებელი, პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს.